ხელოვნების სასახლეში ქართველი რეჟისორის მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილე აღენიშნა. აფიშები, კინოფილმებიდან ესკიზები, ფოტომასალები, გადასაღები მოედნებიდან. კულტურის ისტორიის მუზეუმმა კინორეჟისორის შემოქმედების ამსახველი გამოფენა წარმოადგინა. გამოფენის პარალელურად უკვდავთა თაღში კინორეჟისორისა და პედაგოგის ხელის ანაბეჭდის გახსნის ცერემონია შედგა. შორინა კოპალეიშვილის სიუჟეტი ვნახოთ. რაღაცა იმოქმედა ჩემზე, სიტყვა იყო ეს, დამოკიდებულება იყო, რა იყო ძნელია სასმელი. ამის გარეშე ალბათ არჩევი ცხოვრება იქნებოდა და არც იქნებოდა ის, რაც თქვენთვის გავაკეთე. მადლობელი ვარ იმ შემართებისთვის, რა შემართებითაც დღესაც თანამშრომლობ. ასე დაიწყო კოკოჩას 90-მე დაბადების დღე. ჩვეული მადლიერების განცდითად და სიყვარულით სავსე, თითოეული სტუმრის მიმართ. სასახლის კედლებზე მის მიერ თუ მისი მონაწილეობით გადაღებული კინოფილმები ფოტოკადრებად ცოცხლდება. კინოშედევრად აღიარებული დიდი მწვანე ველიდან დაწყებული მის ბოლო ნამუშევრამდე ტერცო მონდომდე. ეს გამოფენა არის აი მთელი მისი შემოქმედების და მთელი მისი ცხოვრების ამსახველი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ აფიშის წინ დგომა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი. მადლობას ვეტყოდი უფალს იმისთვის, რომ მარგუნა ის ჯილდო, რომ ყოფილიყავი მისი სტუდენტი და მე ყოფილიყავი მისი პროდიუსერი, მისი წიგნის შემდგენელი და ასე შემდეგ. თანდათან კიდე ბევრი სიურპრიზი გელით, წელს საიუბილეო წელია და ამიტომ გვინდა რომ ძალიან ბევრი ღონისძიება მიუძღვნათ. გადასაღებ მოედანზე გადაღებული აქამდე უცნობი კადრების, აფიშებისა და ესკიზების სახით დიდ კინოში მოგზაურობა რეჟისორობამდე ერთი განსაკუთრებული კოსტუმის ისტორიით იწყება. ეს არის ბატონი მერაბის კოსტიუმი კინოფილმიდან გიორგი სააკაძე, სადაც ის პაატას როლს თამაშობს და ამ კედელზევე არის წარმოდგენილი კადრი კინოფილმიდან, მისი ბავშვობის ფოტოები. შევეცადეთ მაქსიმალურად მეტი ექსპონატი გამოგვეფინა. ვფიქრობ ძალიან საინტერესო გამოფენაა. ჩვეული საინტერესო თხრობის მანერით საგამოფენო სივრცის ერთ პატარა კინოდარბაზში 90 წლის რეჟისორი ვიდეო ჩანაწერის სახით მოუყვება დამთვალიერებელს ბევრ უცნობ ისტორიას. პატარა ვიყავი და როდესაც მითხროს რომ თავი უნდა მოჭრან პატას შემეშინდა. მეორე დღეს გადაღებაზე აღარ ვაპირებდი წასვლას შიშისგან და მახსოვს ტახტის ქვეშ შევძველი, როცა მოვიდნენ წასაყვანად. ყველა დროისა და ყველა ქვეყნის 100 საუკეთესო ფილმს შორის შესული მერაბ კოკოჩაშვილის დიდი მწვანეველი მისი მთავარი გმირისთვის დღემდე რჩება ცხოვრების საუკეთესო მოგონებად. უბედნიერესი ხარ, როდესაც ხვდები ესეთ სიტუაციაში, ესეთ რეჟისორთან და იცით როგორი ის გადაღებები ქონდა, აი რო გადავიღებდით, მოვიდოდით, დავისვენებდით და ვიკრიბებოდით და ვლაპარაკობდით იმ სცენებზე, რომელიც ხვალ უნდა გადაგვეღო. აი უბედნიერესი მსახიობი ვარ, რომ მე დიდ მწვანეველში ვითამაშე. ეს იყო ნამდვილი შემოქმედება. ჩემთვის დიდი პატივი და დიდი ბედნიერება იყო მასთან ბოლო ფილმში, პატარა ეპიზოდში თამაში და ისეთი მხნე იყო გადაღებებზე, ისეთი მაგალითის მონცემი ზამთარში, თოვლში, ჩვენ რო ყველა ვიყინებოდით და ვიღლებოდით, ბატონი მერაბი იდგა მედგრად, როგორც მაგალითი, როგორც შეუპოვარი წინამძღოლი და დიდხანს ასე უხსურებ ყოფნას. მერაბ კოკოჩაშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ქართულ კინოს, თაობების აღზრდას. კიდევ კარგი კინო არსებობს, კინო რომ არა, არ ვიცი ვინ ვიქნებოდიო. როდესაც მუშაობ ფილმზე, მაშინ ყველა ძვირფასია, უძვირფასის. რა გამოდის სხვა ამბავია. ზოგ შემთხვევაში აღწევ რაღაცა, ზოგ შემთხვევაში ვერა. მაგრამ ყველაფრის ასე ვთქვათ, თქმელი არის დრო. თუ დროს უძლებს ფილმი, ესე იგი თურმე საჭირო ყოფილა შენი შრომა. დროს და ხელოვნების სასახლეს თავის შემოქმედებასთან ერთად კიდევ ერთი ძვირფასი რელიქვია უსახსოვრა, საკუთარი ხელის ანაბეჭდების სახით.